2 თებერვალი. დღე როდესაც არხზე დავდებით ვიდეო, სადაც დაგვირდით რომ სამთოში გავიყო 15 კილო. ალბათ დაგაინტერესათ ამას როგორ აპირებს. დილას სირბილით, ცურვაზე სიარლით და ბურგერებზე უარის თმით და სწორი კვებით. მაგრამ შეძლებს კი ამ ყველაფრის გაკეთებას და მიაღწევს შედეგს. ჰეი, მეგობრებო. გამოვედი სარბენად. დიდი პაუზის მერე დაახლოებით 1 წელი არ მირბენია, ხო და? დავაი, უნდა გავანახლო და ვირბინო. ასია საჭირო 15 კილოს. მარტო კვებით ვერ დაიკლებ სამთვეში. ვირბინო? აი აქ, მაშინებს. ხოდა დავედი რა. კიდან დავიწყებ. ჩავალ მოლოში. Excellent, deeply corny. უნდა მოვიშორ. გამარჯობათ მეგობრებო, მოვედი. აი, აუზებზე. შევალახა დავიწყო. დღე რაც დავიწყე ვარჯიში და ჩემი მიზანია 15 კილო სამთვეში. დღეს მივდივარ სარბენად და მეათე დღის აღსანიშნად მინდა რომ 10 კილო კი ვეჭველი. მოკლედ 10 კილომეტრი გავირბინო ან ყოველ შემთხვევაში დღეს დილას 10 კილომეტრი დავდო რა. თუ ვერ გავირბენ, გავიარ მაინც რა და მეგობრებო, დადგა დრო იმისა რომ ავიწონო. ახლა მივდივარ ჩემს ძმაკასთან რა. და იმედია ცოტა მაინც ვარ მოკლებული. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ წეღან დღის მავლობაში კიც ჭამე და წყალიც დავე და წესით წონა უზმოზე რაც ვიქნები, სამიქნება, მაგრამ მაინც მაინტერესებს ასე შოულებრივად ნაჭამი როგორი წონა ვიქნება, მაინტერესებს და წოვიდა ნახე. წავედი დავიწოვით მეგობრებო, ამდენი და მაინტერესებს. მეგობრებო, ზუსტად 83 2 კილო 10 დღეში რა ვიცი, მეგონა შვენიაში დეგი. დღეს 27 თებერვალია, 18 დღე და მიზანი სამთვეში 15 კილოს დაკლება. მაგი როგორც ყოველთვის მივდივარ სარბენად. აი აქ გონი ჯობს რომ გავჩერდეთ, რადგან მომდევნო 30 დღის მანძილზე ზუსტად ერთ და იგივენაირად ხდება ყველაფერი. დილას სირბილი, კვირაში ერთხელ აუზები, მერე ისევ სირბილი, აუზები, სირბილი, აუზები და ასე შემდეგ. ასე რომ ვიდეო მოსაწყენი რომ არ გახდეს, შევხედოთ ჩემს საყვარელ მომენტებს. ახლა ვარ მეგობრებო, ქუთაისის ერთ-ერთ სახელი არ უნდა როთქვა, ცნობილ ადგილას ვარ, სადაც ყასატონები ეკეთება და ამას მე თვითონ მოსულობ. აგერ ხარით, აგერ ჭადით. ესენი მოდელია ჰოდოგებს და ბურგერებს. მასი. შედეგეთ მინდა და მოიხდი. ხო, ამ დღეს შეძლო თავის შეკავება, მაგრამ მომდევნო დღეებში ვერა. და თავისმა დამ ჩაუშვა და ჩამიგდო აი ეს ვიდეო. ყურაშენ ძმაკაც. დაუდეს YouTube-ზე ედიტში ჩასვი. საქონელი. ათუკა. როგორც ჩანს ცნებას ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო და პიცა მაინც შეჭამა. მაგრამ ერთი ნაწერი პიცისა კაც ხო არ ჩავქოლავთ. ასე რომ ნახოთ, 30 დღის მანძილზე შეძლო კი რამის მოკლება, თუ ასე ჭამა გააგრძელა. დღე 30, რაც დავიწყე სწორიკევა და ვარჯიში, იმისათვის რომ სამთვეში დავიკლო 15 კილო. მე კიდევ ჩვეულში მოვდივარ და უნდა ვირბინო. იმედია ერთოში კარგი შედეგი დავდე და ნახავ დღეს რაღაცას. რომ ნახოთ შეიძლება თქვენს გაგიზიაროთ. შეიძლება არ ვიცი მე. დავაი. კარგი რწონა. მოკლედ, ეხლა ვიდივარ სახში, დავამთავრე.
ვარჯიში. და რა მინდა ვთქვა რა, ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენი კილოს დავიკელე უკვე ნახავდით ამურად და ჩემი ედიტორი ძმა კაცი მეგობარი რა ვიცი. სული ჩამდგმელი ამ არხის რა. ხოდა ნახავდით რომ ნახავდით წონას რა ეგ წონა არის. გზაში მაგარი ხარი არის. და იმედია თავში რომ არ დამეცემა. ხოდა რას ვამბობდი? ეგ წონა რაც თქვენ ნახეთ არის გადაღებული დილას რა უზმოზე რას არაფერი ნაჭამი არ მაქვს არც დალავლი არ მაქვს წყალი და ნუ ჩემი აზრით მისაღები არის მაგრამ ნუ შემდეგ თქვა რომ შეჭამ საჭმელს ან დალევ წყალს ხო დღის განმავლობაში რა თქმა უნდა 1 კილოდან 2 კილომდე იმატებ რა Yeah, no shit, Sherlock. ჩემი აზრით საერთო ჯამში შვენიერი შედეგია რა მაგრამ მე არ მაგმაყოფილებს რადგან მინდა რომ კარგი შედეგი მქონდეს რა. ხო და ამიტომ ახლა ეს ერთი დღის განმავლობაში რაც შევამჩნიე და გამომჯობესო რა ერთი სიტყვით. არის ის რომ სუნთქვა მიჭირს ბევრს ისვენებს სიბირის დროს უნდა მოუკლო რა მაგას და სუნთქვა უნდა გამომჯობესო. კიდევ რაცა მთავარი ძილი და ანუ ყვება რა ამ ერთი დღის განმავლობაში დავარღვი ასე თუ ისე. და ეგ ფაქტი არ მომეწონა, უბრალოდ მაინც ვცდილობდი ყველანაირად რომ დამეწოდა და გამომივიდა კიდეც რა შედეგზეც აისახა. რა თქმა უნდა, დავამატებ ახალ ინტენსიურ ვარჯიშებს, ახალ აქტივობებს და რავი, წესით უნდა დამეხმაროს რომ უფრო კარგად დავიკლო რა. და გამომჯობესო ჩემი ფიზიკური მონაცემები, იმიტომ რომ დავარბივარ, დიხანია მაგრად არ მივარგა. ამიტომ მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ, დავიკლებ თუ არა 3 თვეში 15 კილოს, გამოიწვიეთ ჩემი არხით და ლაიქეთ და გამომყევით რა.